მოგესალმებით ჩვენო ტელემაყურებლებო, თანამემამულენო. დღეს ჩვენი აქტუალური თემების სტუმარია ბატონი ალთანდრე მილითაური, რომელიც არის პარტიის ლიდერი, სოციალ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე. რომელსაც ძალიან დიდი გზა გამოვლილი ეროვნული მოძრაობიდან, პატრიოტული ნაბიჯები გადადგმული სხვადასხვა მიმართულებით. დღეს მინდა ვისაუბროთ ბატონო ალთანდრე მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, ასევე შევაფასოთ 9 აპრილის მოვლენები, რა იყო, როგორ განვითარდა, რა სიტუაცია იყო, რა ნაბიჯები იყო გადადგმული, სად იყო შეცდომა დაშვებული. მიშინდელი დასავლეთ მახსოვს ბატონ თემურის 9 აპრილი. მოგდის. ბატონო, ვისაუბროთ სწორედ დაკავშირებით. საზოგადოების ფართო ფენებში ხშირია საუბარი იმაზე, რომ ეს იყო ტრაგიკული დღე. ზოგი ამბობს საზეიმო დღე არის 9 აპრილი, ზოგი ესე ამბობს, ზოგი ისე ამბობს, რა თქმა უნდა, მაგრამ მე ჩემი მოსაზრება იყო, რა თქმა უნდა, ტრაგიკული დღე იყო, მაგრამ არის კიდე სხვა მომენტი, რომ საზოგადოება შეიკრა ერთ დიდ მუშად. მე თითქმის ყოველ დღე იქნება და ეს ტრაგედია რომ მოხდა მეორე დღეს მთლიანად შეშინებული იყო ხალხი, შოკირებული იყო ხალხი, შოკირებული იყო და ვერც აქეთ ლაპარაკობდა, ვერც იქით ლაპარაკობდა და პირველი რომელიც ასე იგი ხმა მოიღო ეს იყო ეკლესია დაგმო ეს დიდი უბედურობა და აი როგორც მაგნიტური ველისე გადაიარეს თელ საქართველოზე და მაშინ ამოისუნთქა მოსახლეობამ და მაშინ შეიკრა და მაშინ წავიდა დიდი ეროვნული გამოღვიძების დღე იყო ეს. ეროვნული გამოღვიძების დღე და ნათლად დაინახა მოსახლეობამ რაც მოხდა. პირველი პატრიარქი იყო, რომელიც მოუწოდებდა, იმიტომ რომ აიყვება ქონდა პატრიარქს, ვიცი, მერტისგან ან ეცისგან ის შეგრძნება, რაც უნდა მომხდარიყო საქართველოში, რაც ნამდვილად იმ მომენტში მე ასე ვიტყვი, რომ ქართველი ხალხი გააერთიანა 9 აპრილის დღე და ბევრი ძალა შეძინა და სწორედ 9 აპრილის დღე უნდა იყოს ესეთი დღე, რომელიც ნამდვილად გააერთიანებს ქართულ ხალხს და სწორედ ერთიანობით, ერთიანული პრინციპით. ჩვენ გააერთიანებდა იმ მომენტში ყველას ხალხს ძირითადად საქართველოს დამოუკიდებლობა, იდეა, მიზანი, ამოცანა იყო დღეს ეს. ჩვენ მივახციეთ ამ დამოუკიდებლობას და თითქოს რაღაც უფრო გართულდა სიტუაცია. ეს იდეა როცა წამოვიდა 9 აპრილი სანამ მოხდებოდა, მანამდე იყო კიდე განხეთქილება შუაში, რაც ჩვენ ქართულ ხალხს დაშალე და ებატონის პრინციპით მოხდა განაწილება, ზოგი მთავრობისგან იყო, ზოგი ტელევიზიასთან იყო, ორ ადგილზე მიმდინარეობდა თქვენ დაუმორჩილებლობის მიტინგი და სწორედ ორივე სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტი იყო ესე ვთქვათ. ტელევიზიასთან და პარლამენტის შენობასთან. და ვიტყვი რომ მაშინ მე სტრუქტურებში მუშაობდი, ოფიცერი ვიყავი და კარგება რომ დაიწყეს მილიციამ პირდაპირ ხალხის გადარჩენაზე წავედით. მაშინ ნამდვილად ევაშკაცა ჩვენო მილიცია იმ პერიოდში სწორედ პატრიოტულ და ზნეობრივად აღზრდილი მილიცია, რომელიც ხალხზე იზრუნა სწორედ იმ პერიოდში და ნამდვილად კარგი ნაბიჯი გადადგა. ჩვენ ამას ყოველთვის ვამბობდით, ახლა მე იმ პერიოდში ვიყავი ეროვნულ მოძრაობაში, ვიყავი ჩართული ეროვნულ დემოკრატიული პარტიის წევრი ვიყავი, იგია ჩართულია იყო თავმჯდომარე მაშინ, ჩვენ ტელევიზიასთან მართავდით მაშინ მიტინგს. იქ იყო ჩვენი ძირითადი მოთხოვნები, მაგრამ იყო მეორე, რომელიც იმ პერიოდში მიდიოდა სწორედ მთავრობის საყდან, მაგრამ ორივე როგორც ვთქვი სტრატეგიული მნიშვნელობის მიმართულება იყო და რამდენად კარგად გამოვიდა ეს დაშალე და ებატონის პრინციპი
სწორედ მაღაზია ლაპარაკი დღესაც იგივე მომენტზე და იგივე სიტუაციაში ვართ, რომ კიდევ და კიდევ ერთმანეთის დაპირისპირება მიმდინარეობს და აი ამის წინააღმდეგი ვარ მე ყოველთვის, რომ რაღაცა დოქტრინა უნდა არსებობდეს, რაღაცა მიმართულება უნდა არსებობდეს, რომ იმის სიტყვით არავის არ მოხონდეს არც ერთ პარტიას და პოლიტიკოს, რომ რაღაც ნაბიჯები გადაედგას, რომ კიდევ უარეს მდგომარეობაში არ ჩავარდეთ. აი რა გამახსენდა ახლა უცბად მეორე დღეს უკვე 10-ში შეგრებილი ვიყავით და იქ მოვიდა ის რუსი გენერალი და რაზგიონების ხალხი თქვენი დახოცილია უთხრა. თქვენი უმოქმედებამ დახოცა ეს ხალხი. და ჩვენ მალე წავალთ აქედან, მაგრამ დაინახსოვრეთ ჩვენ. აქ კიდე დავიდო ერთმანეთის სისხლს. ეს ჩავკვირა რამდენი წელი 36 წელი. 36 წელი გავიდა. სისხლს დავიდო, ერთმანეთის სისხლს დავიდო აქ ვიცოდით. მაშინ ეს ჩვენთვის ეს რაღაცა წარმოუდგენელი რამე იყო და ერთი ნავაზელი მოხდა ოფიცერი გაიწია. გაიწია და დავიჭირეთ. აი რამდენი წელი გავიდა და დღეს მახსენდება ეს ამბავი. ყოველ 9 აპრილს, როდესაც დადგება ტელევიზიასთან ან სხვა მომენტში, წრილი მომდის წარმოიდგინე რა იყო მაშინ. რა გვინდოდა მაშინ? ჩვენ მაშინ დამოუკიდებლად ცხოვრობდი, მონობას კი არა. დღეს გადასულები არიან, მონობა უნდათ დღეს, მონობა უნდათ ერთი ჩრდილოეთი წელი და მეორე დასავლეთით ეს. ეს რა საშინელებაა? აი გეუბნები რა. შოკირებული ვარ, რასაც დღეს ვისმენ მე. ყვავილები არ მიმატაინეს. მემორიალთან ყვავილები არ მიმატაინეს. ეს ძალიან ცუდი ამბავი და ცუდი ფაქტი მოხდა, ამაზე ძალიან მე მქონდა ამაზე გამოსვლა, ჩაწერები მქონდა, სწორედ და ვისაუბრე როგორ შეიძლება ეს დღე უნდა იყოს გაერთიანების დღე. ეს დღე ის დღე უნდა იყოს, რომ ყველა ერთად უნდა ვიდგეთ და ყველა ერთად არა აქ იმას უშუალობა, რომ დღეს ესე დავცალკივდეთ და ერთმანეთის რას ქვია ეს დღე არის სულ მთელი საქართველოსი და საქმე რა შეეცეთ ბატონო ავტომობილო 31 მარტს ჩატარდა რეფერენდუმი. სწორედ ამ რეფერენდუმში მონაწილეობას იღებდა სწორედ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ორივე. მიიღეს მონაწილეობა 91% მოსახლეობის იმ პერიოდში 5 მილიონ ნახევარი ვიყავით, ხო? 91% მიიღო მონაწილეობა და ამ 91%-დან 97%-მა მისცა დამოუკიდებლობას მხარი დაუჭირა. და დღეს ვიღაცა გამოდის და გეუბნება რომ არ მოხვიდე და პატრიოტი მიაღო, რომელსაც საერთოდ არაფერი არ მიუღია მონაწილეობა. ეს არის სწორედ ძალიან ცუდი მდგომარეობა და ცუდი სიტუაცია. ესე იგი რა ხდება? ვისაა კუპლება? არავის არ აქვს კუპლება, ვინმე საუბრძალოს და პატრიოტი მიაღოს. და სამფენდი დაუთოს მათ ეს ჩვენი როიტურა გაერთიანების დღე უნდა იყოს. რაღაცა უნდა გაგვაერთიანოს ხო ქართველები, ეს არ შეიძლება. ხელისუფლება იბრძვის სკამის შენარჩუნებისთვის, ოპოზიცია იბრძვის სკამის წარქმნებისთვის, ხო? და არა იმისთვის, ხალხისთვის კი არ იბრძვიან, არამედ სკამებისთვის იბრძვიან. და როგორ შეიძლება ეს? ჩვენ გვინდა ეროვნული ხელისუფლება. ეროვნული, რომელიც არ დაფინანსდება არც რუსეთიდან, არც ევროპიდან, არც ამერიკიდან და არც ოპოზიცია არ გვინდა ესეთი, რომელიც დაფინანსდება უცხოეთიდან, არ არის ჩვენთვის მნიშვნელობა. ჩვენ ეროვნული ხელისუფლება, რომელიც ეროვნულ საქმეს გააკეთებს. და ეროვნულ ნაბიჯებს გადადგამს, ხო? ესეთი ხელისუფლება გვინდა და ესეთი ოპოზიცია გვინდა რომ იყოს. და არა ესეთი დღეს ოპოზიციას არ არსებობს მე ასე ვთქვი. ვინ არის ოპოზიცია? თავისთავად ოპოზიცია თვითონ ხო. მართალი წრეების ერთ საქმეებს აკეთებს. მამულის გაკითხვა გინდა, პრივატიზაცია ეს საშინელება. ეს საშინელება რაც დღეს ხდება, ეს არის საშინელება. ოპოზიცია არ არსებობს, რა თქმა უნდა არ არსებობს ოპოზიცია, იმიტომ რომ იმ მართლ ძალაშიც იმდენი შემოსულია ნაციონალური მოძრაობა, იმდენი შემოსულია, რომ ახლა ვერ არკვევენ რა ვინ არის და ეჭიდებიან ერთი მეორეს იცავენ, ერთი მეორეს იცავენ, ერთი თუ წავა მეორეც უნდა წავიდეს, ამიტომ ჭირდებათ ერთმანეთი. კარგად აღზნობენ თავს. კარგად აღზნობენ თავს. მაგრამ სემი რომელიც მაგათ დათესეს
საიდან მოიტანეს ეს ბაცილა არ ვიცი თავობა წაგვართვის თელი თავობა წაგვართვის იქ რო ბავშვები რო დგანან მათ არც ისტორია იციან რა იყო ეს 36 წელი გამოგიტყვებით ნახე რა იყო ეს 36 წელი რა მოხდა ნუ ზოგი რასაბობს სინამდვილეში რა მოხდა არავინ არ იცის ცოტა რა თქმა უნდა ცოტა ვიციან ვინ მონაწილეობდა რაში იყო საქმე როგორ გამოიბეძა მაშინ მაგრამ დღეს ეს თაობა რომელიც ამას აკეთებს ეს ამათი გამოცდილია ამათი შემოტანი ამათი მოწამლულია ეს ბავშვები სხვა ვინ მოწამლია შენ თუ ხარ ხელისუფალი უნდა ქნა ის რომ წაიყვანო პატრიოტი ხალხი გაზარდო ენაც მოწონდეთ მამულის მოწონდეთ საწმუნებას მოწონდეთ და საერთოდ უნდა უყვარდეთ ეს პირველ რიგში განათლების საკითხია შემდეგ სხვა სტრუქტურები და ინსტიტუტების ამბავია რომ საზოგადოება აღზარდონ პატრიოტულად არ არიან ესე იგი იმ დონეზე მომართულები არ სტუდენტობა არც დაბალი დონე განათლების დაბალი დონე სამედიცინო მომსახურება ძალიან დაბალი დონეზეა რა ვიცი რომელი ინსტიტუტი მუშაობს ახლა ისე რომ შევაკოთ ხო ვერცეც ვერ შევა ბატონო ავტორ გეკეთეთ მე დიდი ხანია ვამბობ და წლებია რომ ჩემი პარტია არსებობს და სულ იმაზე გამოვდივარ რომ არ უნდა არსებობდეს პარტიების დაფინანსება ბიუჯეტიდან და ყოველთვის ვამბობ რომ პარტიები უნდა ფინანსდებოდეს საწერო ანარიცხებიდან და შემოწირულობიდან სწორედ ამაზე მქონდა ყოველთვის ესე იგი ეს რა ხდება როცა ბიუჯეტიდან ფინანსდება პარტიები ფაქტიურად ჩვენი პარტიები რომლებიც არ ფინანსდებიან არა ვართ როიტყვიან თანაბარ საარჩევნო მდგომარეობაში ეს ერთი საკითხი მეორე საკითხი ესენი იყენებენ სახელმწიფო რესურსს ამ ფინანსებს ესე ბიუჯეტიდან იყენებენ თავის საარჩევნო კამპანიისთვის და მესამე არის ის რომ ყოველთვის და ამ ბოლო დროს კიდე გამოვდივარ ესეთი ინიციატივით მით უმეტეს ახლა 4 პარტია მოარი განაცხადა ხო პარლამენტში შესვლაზე და ფინანსები გამოთავისუფლდა ეს ფინანსები რომდენო ჩვენ უნდა მოახმაროთ სპორტს სპორტი ეს არის ჩვენი მომავალი თაობა რომელიც ჩამოცილდება ნარკომანიას დაკავდება სპორტით და მეტი უკეთესი იქნება და მეტი საქართველოს მოსახლეობას გაახალებენ ძალიან კარგია ჩვენ გვიხარია როცა ჩვენი ფეხბურთელები იგებენ ჩვენი სპორტსმენები ჩამოვართ ოქროსმედლები და ვამაყობთ ხო ჩვენ ამით ეგრე კვარაცხელია მამარდაშვილი სამეულშია ხო მეკარეთა შორის სოფლიო სამეულშია ჩვენ ამით ვამაყობთ და სწორედ ეს სპორტიც გვაერთიანებს ხო მაგ უკვე ოპოზიცია პოზიცია კი არა უკვე ეს ქართული საქართველოს სიამაყეა ამიტომ ვეუბნები რომ ეს თანხები კონკრეტულად გადააგზავნეთ სპორტის განვითარებისთვის ჩვენი ეს სპორტსმენი ბიჭები და კაი ბიჭები რომ ნარკომანები არ გახდებიან და გენოფონდიც გამრავლდება და უკეთესი იქნება საქართველოსთვის ახლა არა ოჯახებს იმის შესაძლებლობა რომ სპორტში შეიყვანონ ბავშვი თუ ძალიან დიდი ფინანსები არის საჭირო თქვენი მოგეხსენებათ ახლა ამ მიმართულებით და ოჯახ კრიზისია მთლიანად და თვითონ ქართულ ცნებასაც დავაზობ რომ ორი განაცხადო საბიუჯეტო დაფინანსებაზე ხო ესენი დარჩნენ მარტო საბიუჯეტო დაფინანსებაზე ამიტომ მოიხსნას ეს საბიუჯეტო დაფინანსებები მთლიანად და ეს თანხები წავდეს სპორტული განვითარებისთვის ახლა ჩვენ შეიძლება ვთქვათ სოციალური მიმართულებით სხვა მიმართულებით მაგრამ თუ ჩვენი ახალგაზრდობა არ იქნება რადგან დანარჩენი მიმართულებები ხო თუ ჩვენ არ განვითარდა ახლა საქართველოს 3 მილიონი ნახევარი გახდა, როცა 5 მილიონი ნახევარი ვიყავი და ამიტომ მოდით თქვენ ასე თქვენი პარტია მხარს დაუჭერს ამ ეს პროგრესული მომენტია სამწუხაროა ესე დემოგრაფიული პრობლემა დღეს არის კრიზისი რა თქმა უნდა ბევრი საკრიზისო მომენტები გვაქვს ჩვენ მათ შორის ერთ-ერთი არის დემოგრაფიული წარმოიდგინეთ 1,340,000 ქართველია დღეს. დანარჩენი ყველა ზოგი შემოსულია, ზოგი ეს კიდე რამდენი პენსიონერია და რამდენი არასრულწლოვანი, ხო? საქართველოში რა არის ეს რიგში არ დგას ეს პრობლემაზე, ამ პრობლემაზეც რო იმჟელო ეს არ დგას ეს რიგში.
სახელმწიფო ხელისუფალი გეუბნება რომ მე მოგამზადე როგორც წადიში საზღვარგარეთ და დაიწყე მუშაობა და შემოიტანე ფული. ხო? ეს ყოველგვარ საზღვარს ხდება, ბატონოდები, ყოველგვარ საზღვარს ხდება ამათი მოქმედობა და ერთადერთი რაც ეს მშვიდობის საკითხი იყო, რომელიც ასეთ ისე ორსკამზე ჯდომით მოახერხეს. ეს მისასალმებელი რაც არის, უნდა ვაღიაროთ. თავისთავად. უნდა ვაღიაროთ, მაგრამ დანარჩენი ხელიდან გეცლება საქართველოს. ხელიდან გეცლება. მერტო ჩემო, ერთ 5 წელიწადში ჩვენ სამშობლო არ გექნება, თემურ ბატონო. არ გექნება სამშობლო. ჩინური სოფლებია, არაბული სოფლები, თურქული სოფლები და კახეთის სოფლები ეცლება. ხო, ჩვენ ახლა ვიღაცებს აფინანსებ, ხო, ისინი რომლებიც მილიონები ისედაც უწყვიათ და იმათ ახალი აფინანსებ კიდე საგიაზროვნების ხალხი. მოდი შევიკრიბოთ ერთად. შევიკრიბოთ და თუ არ დაგვაფინანსებ ჩვენი თავი თვითონ ხალხთან სიმართლე მივიტანოთ სიმართლე რაც არის. წაგვართვეს ხალი მართლობა რა იყო ახლა საუკუნის უკან უფრო ცოტა ადრე. ჩვენმა პარტიულმა წინაპრებმა შეძლეს ადამიანის ცნობიერებიდან ამოეღლიზათ ეს პატრონ-ყმური ურთიერთობა და ფსიქოლოგია. ამოშანდეს და ჩადეს დემოკრატიული, ანუ თანასწორობის ამბავი ჩადეს. ეს პატარა ამბავი არა, რა თქმა უნდა, იყო ბევრი შეცდომები, იყო ბევრი ყველაფერი, მაგრამ ეს შეძლეს მათ. მაგრამ დღეს სხვა შენ ჩემი მოწინააღმდეგე ხარ დავუშვათ იდეოლოგიური მოწინააღმდეგე ხარ შენ მილიონები გაგდა თანაბარი პირობებში როგორ ვიქნებით ჩვენ მარჩევნების დროს ვერ ვიქნებით იმიტომ რომ არ არის ეს რესურსი რომ ამიტომ პირდაპირ გამჟღავნებია რაღაც რეცეპტს ფაქტიურად ეს ფინანსები საწაია და ამეთი ყოველ შემთხვევაში რაღაცა მეტი ეკნება სოფელსაც დავაკავებთ, ხომ სოფელში ჩავა სპორტული დარბაზები გაიხსნება, ოჯახი დარჩება, სპორტული შეჯიბრებები ჩატარდება, ხო? ბავშვები წახალისდებიან და მე მგონი ერთ-ერთი რეცეპტს ვაძლევ კიდე ხელისუფლებას, რომ ეს ფინანსები, ეს მილიონები თანხა, ეს პატარა ეს 15 მილიონი თუ არ ვწდებით, მეტი წლიური გადაიგზავნოს მთლიანად სპორტული განვითარებისათვის, რომ როგორმე შევინარჩუნოთ რაიონებში, სოფლებში ხალხი, მოსახლეობა გაიხსნა სპორტული დარბაზები, ჩავატაროთ ჩემპიონატები, შევძინოთ ტანსაცმელია, თუ ფეხსაცმელია, თუ ბოტასია, თუ ბურთია, თუ რაც არის ყველაფერი და მივცეთ გასაქანი და ამით უფრო ერთ-ერთი იქნება დემოგრაფიული მიმართულებით, რომ თქვენ კიდევ მშობელი ფიქრებს, რომ ჩემი შვილს მიეცა გზა წინსვლისათვის და ბურთზე აღარ ფიქრებს და ბოტასზე აღარ ფიქრებს და სპორტულ ტანსაცმელზე და ასე შემდეგ. ამიტომ მე ვთავაზობ კიდევ ერთ რეცეპტს რამოდენიმე იყო შეთავაზებული ჯერ ის ადრე მომდი რომ ბიჭო სააკაშვილმა თუ გააუქმა ეს ღალატის შესახებ კანონი თქვენ რატო არ იღებთ ეგრესა ბოლო ეგრესა დავდეწლია ვამო მამას თქვენ რომ ბიჭო მიიღეთ თქვენ მიიღეთ ხო თქვენ უნდა იმიტომ არ იღებთ თქვენ ზეშინიათ მეთქი და ბოლო მივიდნენ იმამდე რომ მიიღო და იღებენ და ჯერ იმაზე რომ მოვდე ბატონო ავტორო ბიჭო როცა იღებ ამ აგენტის შესახებ კანონებს ხო რა ახალ რუსეთს იგამორთვეთ კი რა თავმეთ ეს ყველა ამერიკული და დადეწეთ არ დამიჯერეს და ხალხი გამოვა რა სიტყვია როგორ ხალხი მაინც გამოვიდა მაინც იგივე სამყარო და ეხლა ხომ მაინც იგივე გააკეთეს ხო ეს მე ვერ წარმოვიდგენია რატო აკეთებ იმას ახლა ჩვენ შეიძლება ველოსიპედი გამოგონებულია და თვალწინ განათება დაუხედოთ ან რაღაცა გადავაკეთოთ მაგრამ ახლა სწორი მოვიგონებთ ხო ეს ძალიან ცუდია როცა ეს ხდება ბატონო ავტოდა რა სიტყვით 9 აპრილი უნდა იყოს ისეთი დღე რომელიც ხელშეუხებელი არავის და ეს ეროვნული დღე როცა არსებობს აი სწორედ ყველა ერთად უნდა გავერთიოთ ყველა ერთად უნდა მივიდეთ და გვირგვინებიც მივიტანოთ სანდრების დაუნდოთ და ყველა ერთად მოეთქვიოთ ის დღე უნდა იყოს გაერთიანების დღე ქართველების დასავლეთის კი ბიჭირავს სვალიდან გადმოვიღოთ ის წესები და ის ადათები, რომელიც დადებითია, რა, ცუცუნოვიღეთ, დადებითი გადმოვიღოთ.
ნაპოლეონმა მთელი მსოფლიო სისხლით მორწყეს, ჯერ ფრანგების სისხლით. დღეს როგორ არის? ეროვნული გმირია. კი ბატონო. მაზოლეუმში არის ეროვნული გმირთა აღიარებები. რა არ შეიძლება გადმოვიღოთ ერთად მოსახლეობას ის კი არ უთხრათ რომ ეს ისტორია უნდა დაიწეროს სწორად, ისტორია უნდა ვასწავლოთ სწორად და ისტორია არ უნდა ვიხელმძღვანელოთ. ისტორია შეიძლება გავითვალისწინოთ, მაგრამ არ უნდა ვიხელმძღვანელოთ. ეხლა მთელი ეს ოპოზიციური სპექტრი, მთელი ეს სხვა დანარჩენი პარტიები კრიტიკაზე არიან გადასულები. კრიტიკა არ შეიძლება კრიტიკა კარგია, მაგრამ არ შეიძლება სახელმძღვანელო იყოს. ეს არ არის ის იარაღი, რომელთაც შეიძლება შეცვალოს სისტემა. ვერ შეცვლის სისტემა პირიქით ამაზე. ამიტომ სხვა გზები, სხვა მეთოდები, სხვა ანგარიშები, სხვანაირად უნდა ამას შეწამლა უნდა ცოტა სხვანაირად, რომ ეს ყველაფერი ისტორიაში ჩაუბარო და ახალი ფურცლით გადავშალო და ეს თანამედროვე ახალგაზრდობა და ისინი მიხვდნენ რომ ეს არ შეიძლება თუ დასავლეთისკენ გინდა მაშინ რაღაცები კარგი რაც არის ცუდი კი არ კარგი რაც არის ის უნდა ავიღოთ დასავლეთით შემოგვი ჩვენ თავისთავად ახლა კადრების დეფიციტია საქართველოში იმიტომ რომ ახლა მოდით ესე ვთქვათ რა 36 წელი და 30 წელი და მოუკიდებელი საქართველოს ვარსებობთ ხო ეს ძალიან პატარა დრო არის თორემ უნდა არსებობდეს ინსტიტუტები რომელიც იმუშავებს კონკრეტულად ვთქვათ სხვადასხვა მიმართულებით იგივე ჩვენ ვამბობთ პატრიოტიზმი მე არც ქართულოცნებას უწუნებ არც ოპოზიციას და არც არავის იმიტომ რომ პატრიოტი ადამიანი ხდება ოჯახიდან იწყება საბავშვო ბაღიდან სკოლიდან და ესე ვითარდება პატრიოტიზმი ნუ ყველას ხო თავისებურად მაგრამ აი პოლიტიკოსი ადამიანი უნდა იყოს ჩამოყალიბებული ის პოლიტიკურად უნდა აზროვნებდეს და პოლიტიკური აზროვნება რა არის სახელმწიფოებრივი აზროვნებაა და აი მაგალითად სახელმწიფო საიდან შედგება ჩვენგან, თქვენგან, ჩემგან და ყველა საქართველოს მოქალაქისგან ჩვენგან შედგება სახელმწიფოებრიობა და პატრიოტიზმი მე ვერ ვიტყვი რომ შეიძლება იმას ჩემზე მეტი პატრიოტი იყოს ხო ვიღაცა თქვა და ვიღაცაზე მეტი იყო პატრიოტი ხდა ყველა თავისებურად აღიქოს პატრიოტიზმს მაგრამ აი პოლიტიკოსობა კიდე სხვა რაღაცა პოლიტიკოსობა ეს არის ან უნდა ისწავლო, ან უნდა ბუნებრივად უნდა იყოს. შეგვიძლია საუსწავლო პოლიტიკოსობა, ძალიან ძლიერი პოლიტიკოსი იყო, თავის ამბავში ძალიან მაგარი იყო, ხა მართალია. და ამიტომ ყველაფერს თავის დრო აქვს, ხო? გამსახურდია ძალიან მაგარი პატრიოტი იყო, ძალიან მაგარი იდეები ჰქონდა, შეხედულებები, მაგრამ ნუ არ დაცალდა, მას ნუ განეხორციელებინა ეს ყველაფერი და არ იყო ეს ცოტა პოლიტიკური ვეთქვიან ალღო რომ ცოტა სხვანაირად ემოქმედა რომ რაღაც შემოერიგებინა რაღაცა ნაბიჯები გადაედგა ნუ დროც არ მისცეს ვეთქვიან იმიტომ რომ ტელი ჩასაფრებულია და სწორედ იგი ყავდა ნუ არ ქონდა გამსახურდია ის დრო არავინ არ მისცა რომ თქვა მას ეს ნაბიჯები გადაედგა თორემ ძალიან კარგი აზრი და იდეები ქონდა და შეხედულებები მაგრამ შიგნითაც ჩაუნერგეს ესეთი ხალხი რუსებმა რუსეთიც არ იყო გაჩერებული, ხო, ესეც მუშაობდა და ჩვენ ქართველებიც კიდე ძალიან სუსტი ხალხი ვართ, ხო. პირველი ჩვენ მივიღეთ დარტყმა 9 აპრილს, პირველი ჩვენ დავაქციეთ ფაქტიურად საბჭოთა კავშირის და ყველაფერი. და ამიტომ სწორედ ჩვენ მოთმინება გვმართებს ბევრ საკითხებში და მოთმინებით უნდა მივხვდეთ ნაბიჯ ყველა ნიუანს, ხო. ამიტომ ეს დაშალი და იბატონე მტერი ყოველთვის ჩასაფრებულია. რამდენჯერაც ქართველები დაუპირისპირდით ერთმანეთს, იმდენ ტერიტორიები დაიკარგა. იმიტომ რომ ჩვენ ტერიტორიებს არ დავკარგავდით არც აფხაზეთს, არც ცხინვალის რეგიონს და არც სხვა ტერიტორიებს, რომ ერთიანი აზრი გქონოდა. და სწორედ მტერიც საგიბოს მომენტში ახლა ქართველებს არ წავლიათ და ჩვენ რო გვაქვს რომ წავართვათ ტერიტორიები. ყველა ხშირად მესმის რომ ის 9 აპრილი იყო სისტემის ბრალი. კი ბატონო სისტემის ბრალი. თუმცა სადავო რაღაც საკითხებია, მაგრამ დღესაც 100 ადამიანი ქუჩაში რო გავარჩევთ და რო უთხრათ რა არის სისტემა და როგორ უნდა შევცვალოთ ეს სისტემა. რა სისტემა გვაქვს და როგორ უნდა შევცვალოთ. დეტალურად ვითხარით, აბა რა სისტემაა და როგორ უნდა შევცვალოთ. ვერ მეტყვი, მერც ოპოზიციონერები გვეტყვიან და მერც თავი რო უსხდებათ ვიღაცებს. და ჭუას რო გვარიგებენ.
პროგრამა გინახია ბატონო, თქვენი გეუბნით ახლა მონაწილეობას აპირებდით რაღაც ნაბიჯები, პოლიტიკური ნაბიჯები და უყურებთ ამ პოლიტიკური პარტია. რომელიც პროგრამა ქონდა რამე? არც ერთი. მაგაზე ალაპარაკე, პროგრამაც არავის არ წავიდა. როცა აგვეკითხა, როცა აგვეკითხა. რა უნდა, კიდეც ოპოზიციას ხო უნდა დაედო რაღაც პროგრამა, რომ აი მე მოვდივარ, აი ამას გავაკეთებ, აი ამას არავის პროგრამა არ ქონდა. საარჩევნო კამპანიაც არ ქონდა რაღაც. მოდი ვაღიაროთ, საქმე რაშია. ოპოზიციას დასავლეთიდან უთხრეს თქვენ მოდიხართ. ამათ კუდის განძრევა დაეზარა. თორემ როგორ არა დაწერდნენ რაღაცას და მოუწევდა კიდევ ერთხელ ხალხს მაგრამ არ ქონდათ ეს. არ გააკეთეს, ხალხი არ დადიოდნენ, საერთოდ რატომ? იმიტომ რომ დასავლეთი ეუბნებოდა რომ თქვენ მოდიხართ. ქონდა ფინანსური მხარდაჭერა ყველანაირად 42 მილიონი დაიხარჯა. გაიხარჯა და გაინაწილეს. 42 მილიონი დოლარი, თუ ევრო, რა ვიცი. ყველა თან. ტრაგედია. უბრალოდ და ჩვენ პარტიებს რომელიც კაპიკი არ უნდა რაღაცა ჩვენი იმიდი გამოდივართ, რაღაცა პროგრამებს ჯახინობთ, წერთ, რაღაცას ვეუბნებით, ესე გააკეთეთ. აი ეს დამკუპელია, სწორედ როცა ფინანსდება ვინმე. საიდანვე ფინანსდება, სწორედ ეს დაფინანსებები არის სახელმწიფოს პირველი გამანადგურებელი. რომ ხალხს გადაუხადეს ფული იმის გულისთვის, რომ თქვა ერთმანეთს დაუპირისპირდეთ. ეს არის ჩვენ ამაში ვერ მივიღოთ. სპეცსამსახურები მუშაობენ. ხო, სპეცსამსახურები მუშაობენ, რომ საქართველოში არ იმას სიწყნარი. ეს არის გეოპოლიტიკაც მაგათი ეს არის და სტრატეგიაც მაგათი ეს არის და ყველაფერი საქართველოში არ უნდა იყოს სიწყნარი. საქართველოში უნდა იყოს ყოველთვის არეულობა, ყოველთვის დაპირისპირება, რომ ჩვენ გამოვიყენოთ ეს. თავის სასიკეთო და თავის სასიკეთო და ეს გათხოვილი კაცები ჩამოდიან კიდე და ჭუას გვასწავლენ. ეს ხო საერთოდ სასწავლია და მე მაგათ ვეძახი ჯუჯას სახელმწიფოს, ბალტიისპირეთის სახელმწიფოს რა უკეთებია საერთოდ რა იყვნენ გინდა საბჭოთა კავშირის რა იყვნენ არც არაფერი არ იყვნენ და გინდა საბჭოთა კავშირი დაიშჩალა და იქაც რა არიან არც არაფერი არ არიან და ეს ჯერ საქართველოს ისტორიას გაეცნენ და მერე თავის ისტორიას რა უკეთებია და საქართველოს რა ძალაა და დღეს გინდაც იმაზე ვილაპარაკოთ, გინდაც საქართველოს სპორტში რა მიღწევებია, ხო? ჩვენ უკვე ბრინჯაოს მედლებს და მერცხლის მედლებს აღარ ვთქვით არაფრად და ამათ ოქროს მედლებს ვთქვით, ხო? ჩვენი სპორტსმენებისგან. მთელი ევროპა არ მოვიგოს და დანარჩენი საქართველოს დანარჩენი ევროპა ჩვენი მედლები გადაწონია. გადასავლდა, ეს გამოდიან და ჭუას გვასწავლია და საქართველოს ისტორიას გადახედეთ, ფაქტობრივად აზიას ვინაკონტროლებდა ძირითადად და რა უკეთებია ჩვენ მეფეებს და ჩვენ ქართულ ხალხს, ხო? და ამხელა ვერბერტელა იმპერიებს შორის შეგვინარჩუნებია ჩვენი დამწერლობა გვაქვს, ჩვენი ენა გვაქვს, ჩვენი კულტურა გვაქვს, ყველაფერი გვაქვს და მოდიან და ჩვენ გვასწავლეთ ეს არის საერთოდ და როგორ ვუკრავეთ, ჩემთვის ეს არის დამამცირებელი პირადად. მე უკვე ჩემო პარტიამ რამოდენიმე პიროვნება, ჩემო პარტიამ კონკრეტულად პერსონა ნონ გრატად გამოაცხადეთ. და ჩაწერებში თქვით, ეს პიროვნებები არის ჩვენთვის პერსონა ნონ გრატად. მათი საქართველოში შემოსვლის შემთხვევაში ჩვენ გავაპროტესტებთ. და მოუწოდეთ ხელისუფლებას კიდევ რომ პერსონა ნონ გრატად გამოაცხადოთ ეს პიროვნებები. სანქციებზე და პერსონა ნონ გრატად. კიდევ ის გათხოვილი კაცი რომ 20 ჯერ ჩამოვიდა საქართველოში. გამოაცხადა პერსონა ნონ გრატად არ შემოუშვა საზღვარზე. რატომ არ აცხადებს? მე ამას ვამბობ უკვე წლებია, მე ესეთი სია გავაკეთე, მაგ 4-5 კაცი ამაში გამოცხადებული პერსონა ნონ გრატად ჩვენი პარტიისათვის არის მეუღებელი, რომ ისინი საქართველოში შემოვიდნენ. შემოუშვებენ ჩვენ ვიტყვით, რომ ჩვენ წინააღმდეგი ვართ. გამოვართ ახლა შეიძლება ჩვენ მიტინგი და ეს დიდი ძალა არ გაგვაჩნია ახლა ჩვენ პარტიას, მაგრამ რაც შეგვიძლია გავაპროტესტოთ და ვინც ხარში დავიდგება, მოხარული ვიქნებით კიდე ამ მიმართულებით. მოუწოდებ ხელისუფლებას, რომ პერსონა ნონ გრატად გამოცხადდეს ეს პიროვნებები. ის პიროვნებები თითოეული პიროვნება, ვინც ჩამოდის და საქართველოში უნდა დესტაბილიზაცია მოახდინონ. მე გაერთიანებული ვარ ჯგუფში, სოციალურ ქსელებში ვარი, საერო სამზეო ასეთი ჯგუფია. საკმაოდ მე მოსახლეობის კაი პოზიტიურად გაერთიანებულია ძირითადად საზღვარგარეთ გასული კაბადონები და მათი ჭირი, მათი ხინი, ბესმის.
ეს არის შალო გაჭარაოს მოძღვრება საერთო სამზარეულოს შესახებ, რომელიც პროგრამა არის, პროექტია, იდეალური პროექტია, ცოტა ძნელი გასაგებია, მაგრამ ხადა როგორ შეიძლება გადარჩეს საქართველო, როგორ შეიძლება ქართველმა ხალხმა გადაარჩინოს სოფლიო. ეს დეტალებშია, ცოტა ძნელი გასაგებია, მაგრამ არის ეს და რატომ არ შეიძლება რომ გამოიყენოს ხელისუფლება? რატომ არ შეიძლება უგალისოფელი და რაღაც მოსმენილი იქნება? კი, ვიცი, მე შეხვედრილიც ვარ, რამოდენიმეჯერ მათვე შევხვდით. წარმოგიდგენთ თავის პროექტი, მქონდა საუბარი ამ პროექტთან დაკავშირებით. ხო, როგორ არის რელიგიური ცოტა და მეცნიერული კიდე ცოტა შერწყმული ერთმანეთთან. როგორც დავუშვათ დავით აღმაშენებლის დროს ცოტნე დადიანია შუაში. ნუ შუაში სოფელი იქნა სასაფლაო ყოფილი იყო შუაში, როგორც მახსოვს, ახლა და ეს ვიცი ეს პროექტი მაგდანახი კონკრეტულად ჰქონდა რამოდენიმე ორჯერ თუ სამჯერ იყო ჩვენი შეხვედრა. ადრე იყო ეს წლების წინ წელი გავიდა ახლა 15 წელი მეტი დაჟე. მეტი 25 წელია შემდეგ. მე კაი დიდი ხნის წინ ვიყავი მასთან შეხვედრაზე, სწორედ ჩემმა მეგობარმა მიყვანა, ჩემი კლასელი იყო, მასთან ურთიერთობდა და მთხოვა რომ და მისი სულიც ხო შეხვედროდით და ამ თემაზე თავისი იდეები და აზრები გაეზიარებინა. ხო და ვისაუბრეთ გარკვეულწილად კიდე საიდან ახალ წარმომედგენელი თბილისელი ვარ თავებად ახლა ჩემი შვილებიც ის მაგრამ ნუ გვარი წარმოშობით იმერეთიდან არის გამართა იმერეთი და აი იმერიო ეს რაღაც გამარტებები ქონდა საუბარი იყო ძალიან საინტერესო პიროვნება იყო არის სოციალური ადრესაცია ნუ ყოველ შემთხვევაში მე არ ქონია იმის შემდეგ მასთან ურთიერთობა და შეხვედრა დიდი დრო გავიდა მას შემდეგ რაც წლებია და მაგრამ პროექტი ძალიან დამაინტერესა ამიხსნა ამ პროექტის აზრი მართულება მნიშვნელობა ამიხსნა რატომ უნდა იყოს სასოფლო შუაგულში და ეს ყველაფერი ხო ეს ყველაფერზე იყო აქ მსჯელობა და ძალიან საინტერესო საუბარი ჰქონდა სხვადასხვის ჩვენ კომუნისტებს ხშირად მოიხსენიებთ ეს მაგრამ აი იმ დროს მაშინდელი ინტელიგენცია მაშინდელი თანამდებობის პირები ყველა თანახმა იყო ცენტრალური კომიტეტიდან მინისტრთა საბჭოდან გაიცა განკარგულებები რომ შესრულდეს ეს პროექტი განკარგულებები დღესაც ერთ-ერთი განკარგულება ჩემს ძმასთან მეგობართან იქნებს აღმოსახელი და თქვა რამოდენიმე ადგილზე დაიწყეს ამათი მაგრამ შემდეგ კოსტავას სიკვდილის შემდეგ კოსტავა ეძებს თარაში ამას სიკვდილის შემდეგ იმენა დაიწყა ხალხმა დღეს ვაპირებთ რომ სერიოზულად დავაყენოთ ეს საკითხი ხელისუფლებაში რომ დაინახოს რა თქმა უნდა ეს ძნელად შესაძლებელია, მაგრამ შესაძლებელია გაკეთდეს თუ სახელმწიფო მხარდაჭერა იქნება. ესეთი სიტუაცია. დიდ მადლობას ვუხდი ბატონ ავთანდილს ეროვნული სტუმრობისათვის, ჰქონდა სხვადასხვა პოლიტიკურ თემებზე საუბარი დღეს, სხვადასხვა მიმართულებაზე. არიან ისეთი პარტიები, რომლებიც ჩვენი პარტია მამული აზროვნებს და შეხედულება აქვს გარკვეული ნაბიჯები და შეთავაზებები გაუკეთოს ხელისუფლებას და თუ არ მიიღეს არჩევნებზე ჩვენ ვთქვით ჩვენ სიტყვას თუ მიიღეს ძალიან კაი იქნება და დაჟდავუყავთ იმიტომ რომ ეს ჩვენი პარტიებისთვის კი არა ხალხისთვის კეთდება და ხალხი სწორედ ჩვენ ვართ ყველა ეს არის ჯაჭვი ჯაჭვი თუ გაწყდა გადაღმა უნდა თუ მიიღეს ძალიან კაი თუ არა და სწორედ იმ ჯაჭვს ჩვენ გადავაბავთ მე ყველა ერთად გავერთიანდებით ისეთი პარტიები და ორგანიზაციები, ვისაც ერთი შეხედულება გვაქვს, ერთი მიზანი გვაქვს გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით, არსებობს მოსაზრებები, ახლა ყველას მიგვაჩნია რომ თქვა ეს ჩვენ სწორ გზაზე მივდივართ, მაგრამ არსებობს შეხების წერტილები, რითიც შეიძლება სწორედ ამ შეხების წერტილები დავაახლოვოთ კიდევ ერთმანეთთან
დავუმტკიცოთ ერთმანეთს, თეთრია და შავია და არა ისე რომ ერთმანეთს ვესრულოთ ხვები და უშტინოთ და მასშტაბები და შუჩხუნები ვესრულოთ და დავანგრიოთ სახელმწიფო, პირიქით სახელმწიფო უნდა ბერზე ძლიერად იგეს, რომ ჩვენც ყველა კარგად ვიყოთ და უკეთესად ვიცხოვროთ და სწორედ იმდენი აზრი და შეგნება უნდა გქონდეს, რომ ჩვენ ერთმანეთთან ლოგიკით უნდა ვისაუბროთ და არა ძალით და ძალადობით ძალადობით არაფერი არ მოხდება, ყველაფერი გადაწყდება ურთიერთ თანამშრომლობით, ურთიერთ გვერდზედგომით და სწორედ ერთად, ყველამ ერთად დავიბრუნებთ ჩვენ მიწებსაც, ჩვენს ტერიტორიებსაც და საქართველო უნდა იყოს კავკასიაში ის ძალა და წარმმართველი ადგილი, სადაც თქვენ კავკასიის პოლიტიკას დაწერს და პოლიტიკის საქმე დაეწევა. ეს უნდა დასწორდეს ჩვენს გამსახურდიას, ეროვნულ მოძრაობასაც, სწორედ და მერაბ კოსტავას და სწორედ იმ ყურებებს, რომ კავკასია უნდა იყოს ერთი შემადგენელი ნაწილი და სადაც ლიდერობას გაწევს საქართველო. დღეს მოისუსტეთ ამ მართლები და ამიტომ აფხაზებიც და რუსებიც გვიყურებენ ჩვენ. ჩვენ თუ ხელს არ გაუწვით მათ. ჩვენ თუ არ ჩავეხუტებით მათ, ჩვენ თუ არ ვიზრუნებთ მათ კეთილდღეობაზე, ხო? იმდაც არ მხრივი იყოს, ისინი ყოველთვის წამოვლენ ჩვენს ხე, იმიტომ რომ საუკუნეები ვიყავით ერთად. ერთ ჭერქვეშ ვიყავით, ერთი მოწინააღმდეგე მტერი ყავდა. ტრადიციები გვაქვს, ძუძუმტეობა და ეს დასავლეთიდან, აფხაზებიდან მოდის და ეს გენში აქვთ ეს. გენში აქვთ, რომ ჩვენთან იმოგობროთ, ჩვენთან და ჩვენ ვალდებული ვართ გადავდგათ, ნაბიჯი. ვალდებული ვართ, რომ ეს ხალხი დაგვიახლოვდეს და ერთად ვიბრძოლოთ უკეთესი მომავლისათვის. ამიტომ უნდა დავამახოთ, რომ საქართველოსთან ცხოვრება და ურთიერთობა უკეთესია ვიდრე რუსეთთან. ამიტომ ეს ნაბიჯები აუცილებლად ჩვენ ერთად გადავდგოთ. დიდი მადლობა ბატონო მოგზაურობისათვის. ჩვენი გარემო ყოველთვის ღიას თქვენთვის სტუდიაში მოგზაურობთ, ვიმსჯელოთ გარკვეულ თემებთან დაკავშირებით, გარკვეული პოლიტიკური მმართველობით, იქნება ეკონომიკური მმართველობით, სხვა მმართველობითაც და ჩვენ მაყურებელს კიდე მოგახსენებთ, რომ ჩვენ გავდივართ პირდაპირ ეთერით ხოლმე ყოველ დღე 3 საათზე, მაგრამ დღეს ახლა ესე გაუთვალისწინებელი მოხდა ეს ჩვენი შეხვედრა და სიტუაცია ესე მოიტანა, რომ ამ დროს მალოთ მოგზაურობთ კიდე მოგზაურობთ ჩვენთან სტუდიაში. მოგზაურობთ და მადლობთ ყურადღებისათვის.